გუნდის პროექტს იწუნებენ კამპანია ეს შენგეხებას წევრების. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ შემოთავაზებული მოდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ აკმაყოფილებს. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაინც საგამოძიებო ორგანოს ეკუთვნის და თვითნებურად უკანონო მოსმენა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. თემაზე ეს შენგეხებას წევრები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. ჩვენ მოგაჩნია, რომ ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ვერ უზრუნველყოფს, ესე ვთქვათ, იმ პრინციპებს, ვერ უზრუნველყოფს იმ გარანტიებს და არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა, რომ აუცილებელია რაღაც მინიმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს და გამოირიცხებოდეს შესაძლო თვითნებობა ფარული მიყურადების განხორციელების პროცესში. ამ რისკებს ვერ აზღვევს ის მოდელი, რომელიც შემოგთავაზა საქართველოს პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ. ჩვენი პოზიციით ამგვარი რეგულირებით ცალსახად ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა გამნერიქთან, რომ არ ხდება გამიჯვნა სააგენტოს საგამოძიებო ორგანოდან. ბევრი რისკი არსებობს იმის, რომ ეს სააგენტოს ფარგლებში მომუშავე პიროვნებები თუ თვითონ სააგენტო ძალიან მნიშვნელოვან რისკებს შექმნის ადამიანის პირად ცხოვრებისთვის, პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის და ის საპარლამენტო თუ სხვა ტიპის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ასევე მოვისმინეთ ჩვენ პარლამენტში, ასევე არ არის ეფექტური და საკმარისი იმ მასშტაბების ორგანოს გასაკონტროლებლად, რომლებსაც ქმნიან ამ ეტაპს.